დოქტორი სინან ჯიდი, თურქეთის საკითხების უფროსი მკვლევარი დემოკრატიების დაცვის ფონდში. დოქტორ ჯიდი, თავდაცვის კუთხით რამდენად მნიშვნელოვანია თურქული იარაღისა და საჰაერო თავდაცვის სისტემებზე მოთხოვნის ზრდა? მართლა აძლევს ეს თურქეთს გრძელვადიან ბერკეტს სპარსეთის ყურის ქვეყნებთან და სხვა რეგიონულ მოთამაშეებთან? შესაძლოა. ერთ-ერთი საინტერესო რამ თურქეთის იარაღის ინდუსტრიაში, რაც ნამდვილად იპყრობს საერთაშორისო დამკვირვებლების ყურადღებას, არის ის თუ რამდენად ბევრს აწარმოებს თურქეთი. მაგრამ ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელიც უნდა გამოგვეთოთ, არის ის, რომ თურქეთის მიერ წარმოებული სისტემების უმეტესობა ძირითადად პროტოტიპის სახითაა. თურქეთის ძირითადი საჰაერო თავდაცვის სისტემა, რომელსაც ისინი წარმოაჩენენ როგორც რკინის გუმბათის ანალოგს და ფოლადის გუმბათს უწოდებენ, 2030 წლამდე არც კი იქნება ოპერაციულ მდგომარეობაში. და იმ დროისთვისაც კი ჩვენ არ ვიცით მისი ეფექტურობა. მსგავსი სიტუაცია მეხუთე თაობის ხანის გამანადგურებელთანაც. ჩვენ უბრალოდ არ ვიცით, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ქვეყანამ უკვე გააფორმა თურქეთთან შეთანხმება მისი შეძენის შესახებ. მაგრამ კიდევ ერთხელ, ეს არის დაუმტკიცებელი პლატფორმა, რომლის შესახებაც არ არსებობს დამოუკიდებლად დასადასტურებელი მონაცემები, რომლის აკმაყოფილებს მეხუთე თაობის გამანადგურებლის სტანდარტებს უხილაობის, საბრძოლო შესაძლებლობებისა და ავიონიკის თვალსაზრისით. მაგრამ კიდევ ერთხელ, დრონების სფეროში თურქეთმა ნამდვილად დაამტკიცა საკუთარი შესაძლებლობები და სწორედ ამიტომ ეს არის წვდომის წერტილი. ქვეყნებისთვის ამ პლატფორმების შეძენა შედარებით იაფია და გამოყენების პირობებიც საკმაოდ ნაკლებად მკაცრია ევროპულ და ამერიკულ ანალოგებთან შედარებით. დიპლომატიური თვალსაზრისით ჰაკან ფიდანის ვიზიტი ყატარში მიუთითებს, რომ თურქეთს სურს მონაწილეობა მიიღოს ირანის ომთან და სპარსეთის ყურის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში. მაგრამ აქვს კი ანკარას რეალურად სანდოობა, რომ სერიოზული შუამავალი იყოს ახლო აღმოსავლეთში. TBD, ანუ დასადგენია. ვგულისხმობ იმას, რომ თურქეთმა მართლაც ბევრი ხიდი დაწვა რეგიონულ მოთამაშეებთან. უბრალოდ იმიტომ, რომ ხარს უჭერს ტერორისტულ ორგანიზაციებს, როგორიცაა ჰამასი. სინამდვილეში ფიდანმა, როგორც თქვენ ეხლა ახსენეთ, გასულ კვირას ანკარაში შურა საბჭოს ხელმძღვანელი მიიღო. და იცით ისინი ფაქტობრივად მსოფლიოს აჩვენებენ, რომ თუ ისეთი ორგანიზაციები, როგორიცაა ჰამასი, დატოვებენ კატარს, მაშინ თურქეთი ალბათ მზად არის მათ მუდმივი თავშესაფარი მისცეს, რაც ისედაც უკვე ასეა. ირანის ომში თურქეთი ინარჩუნებს საკომუნიკაციო ხაზს თეირანთან და ისლამურ რეჟიმთან, ასევე შეერთებულ შტატებთან, მაგრამ მისი ეფექტურობა, როგორც სანდო შუამავლისა, რომ ირანელები ამერიკელებთან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან დასვას, დაუმტკიცებელია. თურქეთს სწორედ როგორც ნატოს მოკავშირეს აკლია მკაფიო ოპოზიცია და მოქმედების ხაზი, ხომ ასეა? თურქეთს ნამდვილად აქვს შეშფოთება ისეთი საზღვაო მარშრუტების მომავალთან დაკავშირებით, როგორიცაა ჰორმუზის სრუტე და ბაბ-ელ-მანდების სტრატეგიული ვიწრო გასასვლელი. მაგრამ პრობლემა ისაა, რომ თურქეთი არსებითად არ არის მზად უზრუნველყოს ნავიგაციის თავისუფლება თავისი მნიშვნელოვანი სამხედრო შესაძლებლობებით, მაგალითად ნაღმების გაწმენდით. უბრალოდ არ სურს მათი გამოყენება. ამიტომ შესაძლოა თურქეთს უფრო მეტი სარგებელი მოუტანოს გვერდიდან დაკვირვებამ და მოვლენების განვითარებისთვის თვალისდევნება. სინან რას უნდა ველოდოთ შემდეგ? შეიძლება თუ არა, რომ თურქეთის მზარდმა სამხედრო დიპლომატიურმა ყოფნამ რეალურად გამოიწვიოს გრძელვადიანი რეგიონული გავლენა, თუ ეს ჯერ კიდევ გასარკვევია. ისტორია. ვითხოვდი, რომ თურქეთის სამხედრო განვითარებას არაფერს არ უნდა შევხედოთ უმნიშვნელოდ. იცით, ამჟამად ბევრი სკეპტიციზმი და კითხვის ნიშანია, მაგალითად, თურქეთის ახალი ინტერკონტინენტური ბალისტიკური რაკეტის ეფექტიანობასთან დაკავშირებით, რომელსაც მან წარადგინა, ან მისი უპილოტო საჰაერო აპარატების ფლოტის მიმართ, რომელიც ჯერ კიდევ პროტოტიპის სტადიაშია. მაგრამ მოდით ეს ნათლად ვთქვათ. თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი გასულ წელთან შედარებით 30%-ით გაიზარდა. არსებობს მთავრობის დიდი მხარდაჭერა კერძო კონტრაქტორების მიმართ. ასევე თავდაცვის სამინისტროს სხვადასხვა წყაროები, რომლებიც დიდ თანხებსა და კვლევა-განვითარებაში აბანდებენ ამ შესაძლებლობების განვითარებაში. და უბრალოდ უნდა გავიხსენოთ 2000-იან წლებში, როცა ბუშის ადმინისტრაციამ თურქებისთვის საბრძოლო დრონების გაკინდვაზე უარი თქვა. თურქებმა თქვეს, ჩვენსა შევქმნითო. ამერიკელები მაშინ ამას ირონიით შეხვდნენ, მაგრამ ნახეთ სად არის ახლა ეს ქვეყანა. დოქტორ სინან ჯიდი, ძალიან სასიამოვნოა, რომ ჩვენთან ხართ. მადლობა, რომ გაგვიზიარეთ თქვენი ხედვა. i24 News ინგლისის ეთერში დღეს. მადლობთ.